არ ყოფილა გამსახურდია მართალი, როცა ამბობდა, რომ დასავლეთსა და SSRK-ს შორის მუდამ არსებობდა გარიგებები და იარსებებს კიდევ ეხლა რაც უკრაინაში ხდება, მაგას ჩვენიერი მაგალითი არ არისო და ზოგადად დიდ ქვეყნებს შორის შეთანხმებები არსებობს. ეხლა ამერიკას მთავარი მოწინააღმდეგე გყავს ჩინეთი, ხო? ამერიკასა და ჩინეთს შორისაც არის ჩვენივრად შეთანხმებები. ანუ არის შეთანხმებები, არის მე ამ შეთანხმებების დარღვევა და გადახედვა იმის მიხედვით, ვის ძალა ემატება, ვის აკლდება, ვინ მეტად რის ყავს. ამიტომ დასრული ხალხი, უფროსი ბიძიები, ვინც მართლა იცის საერთაშორისო პოლიტიკა, ყველასთან ლაპარაკობს. ჩვენნაირი ქვეყნები, რომლებსაც ეს შეუსრულეს და იდეოლოგიურად ტვინი გამოურწვეთ, ჩვენ ასე პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ესე ვდგავართ პოზაში და ჩვენ არ დაველაპარაკებით იმას. აი ესეთ პოზაში ვდგავართ, ყველას ელაპარაკება ჩვენ გარდა და ჩვენ გონია რომ ვიღაცას არ ველაპარაკებით, ეგ ჩვენზე პოზიტიურად მეტყველებს, არ მეტყველებს ეგ ჩვენზე პოზიტიურად.